მოგესალმებით, თქვენ უსმენთ პოდკასტ ჩემი ტოლი და ვინც ამ პოდკასტში მოდის, ყველა ხდება ჩემი თანატოლი. მე ვარ ანა მარია სვანიძე და ჩემი დღევანდელი სტუმარია ადამიანი, რომლის ხელვასაც ყველა ელოდებოდა და მათ შორის მეც და ეს ადამიანი გახლავთ მამა ლუკა მუხიგულაშვილი. მამა, უღრმესი მადლობა მოსვლისთვის, დაგლოცეთ და როგორ ბრძანდებით? ერთმა დაგლოცოს, ანა მარია გაგახაროს ღმერთმა და დაგლოცოთ და მადლობა მოწვევისთვის. კარგად ვარ, მადლობა. მამა, ჩემს ყველა პოდკასტს წინუძღვის კითხვა თუ როგორი იყო ჩემი რესპონდენტი, ჩემი ტოლი. როგორი იყო მამა ლუკა 15-16 წლის ასაკში? ეს ასაკი მოგეხსენებათ, რომ არის ესეთი ასაკი, რომ გარდამტეხის ასაკია. ამ გარდამტეხ ასაკში ბუნებრივია, რომ შინაგანად ძალიან ისე გონი ადამიანს ყოველთვის კეთება შეგიძლია, თან ამის საშუალება არ გაქვს ადამიანს და მე მქონდა ხოლმე ესეთი განცდები, რომ თითქოს ყველაფერი შემეძლო, მაგრამ ცხოვრება გაჩვენებდა, რომ ბევრ რაღაცას ისე ვერ ვაკეთებდი, როგორც შემეძლო. ამიტომ სულ გრძნობდი ხოლმე, მე ამ გადმოსახედიდან ახლა რო უყურებ, ღვთისხელს სულ გრძნობდი, რომ ღმერთი ისე მიფარავდა და მიცავდა და ჩემს გზაზე ისე მივყავდა, დღევანდელ დღემდე მოვიყვანე, ძალიან დიდი შეწევნა მქონდა ხოლმე ღვთისგან და როგორც ალბათ ყველა ადამიანს თუ უფრო მეტად მოინდომებს ადამიანი, ყოველთვის დაინახავს ხოლმე ღვთისხელს და ძალიან საკმაოდ ცელკი ბავშვი ვიყავი, ალბათ ბევრი ადამიანისთვის მიწყენებია კიდევ ჩემი რაღაცა ციცელქის გამო, ჩემი როგორ ვთქვათ, რაღაცა დაუფიქრებლობის, მოუსვენობის გამო, დაუფიქრებლობის გამო ადამიანებისთვის გული მიწყენია და ეს ახლა ძალიან მაწუხებს ხოლმე და ალბათ იმდენი ადამიანისთვის შეიძლება მიწყენებია, რომ არც მახსოვს ბევრი ადამიანი, ბევრს ახლა ვერც ვეტყვი და აქ დამინდა რომ ყველა შენდებავ და ბოდიში მოვხატო. ესე იგი ცელკი ბავშვი იყავით, მაგრამ ნუ ღვთისხელს ყოველთვის ცნობდით. და აი, როდის იგრძენით, რომ აი ღმერთი იმაზე უფრო ახლო იყო, ვიდრე აქამდე გეგონათ? ალბათ ყველაზე ეგ ისეთი მდგომარეობა ხომ, როდესაც ყველაზე მეტად მეგონა ხოლმე, რომ შორს ვიყავი ღმერთისგან, მაშინ უფრო მეტად როდესაც დამძიმებული ყოფილვარ ხოლმე შინაგანად, მაშინ მიგუძნია ხოლმე ღვთისხელი, რომ ღმერთი თავისი მოსიყვარულე ხელს და ნუგეს გაგრძნობინებს იმისი, რომ არ არსებობს ესეთი პრობლემა და არსებობს ჩიხი, ჩვენი უწმიდეს პატრიარქი ილია მეორე ხშირად იმეორებდა ხოლმე ამას, რომ იცოდეთ ახალგაზრდობა და ყველა ადამიანს მიმართავდა ხოლმე, რომ არ არსებობს ჩიხი, არ არსებობს გამოვალი მდგომარეობა და როდესაც აი რაც სირთულეებში მოხდებოდი ხოლმე, მაშინ ყოველთვის ვგრძნობდი ხოლმე ღვთისხელს. და ეს რაღაცა თვალნათლივ ჩანდა ხოლმე. ალბათ ყველა ჩვენს ცხოვრებაში ყველა წამს და ყველა ეტაპზე არის ხოლმე ღვთისხელი. ჩვენ უბრალოდ ვერ ხედავთ ხოლმე, როცა ძალიან გაგვიჭირდება და როცა ძალიან მძაფრად აღვიქვამთ რაღაცას, მაშინ უფრო მეტად ვგრძნობთ ხოლმე ღვთისხელს. მამო, თქვენ რამდენი ხანი ხართ მოძღვარი? ახლა ხანს რა სულ 2 წელიწადია, როგორც ვიცი. სასულიერო პირი სრულად ვარ 2022 წელს მაგურთხეს დიაკვნად და უკვე მეორე წელია, რაც მღვდლად ვხდელია. მამო, თქვენ დიდი დრო გაკავშირებთ ეკლესიას და აი როგორ მოხდით ეკლესიაში პირველი მზიარების დღე, პირველი წირვა-ლოცვა თუ გახსოვთ, რომელსაც დაესწარით და როგორი განცდა გქონდათ? კი, პირველი ჩემთვის მე ალბათ უფრო არ ითქმის, რომ ბავშვობიდან მივედი, სადაც ესე 20 წლის ასაკში მომიწია, როდესაც თან სემინარიაში ჩავაბარე, მანამდე ცოტა ხნით ადრე მივედი ეკლესიაში და მახსოვს, როდესაც პირველად ვეზიარე, რაღაცა განსაკუთრებული ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში და როდესაც ზიარების რიგში ჩავდექი, ყველა ადამიანს უყურებდი წინ როგორ იქცეოდა, რომ რაღაცნაირად ხელები როგორ უნდა დაეჭირათ, როგორ ვიღაცა როგორ პირს როგორ გაუღებდა, როგორ აზიარებდა, მე მამაოს რა რეაქცია ქონდა ამ ყველაფერს და ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის პირველი ზიარება. ზოგადად ეკლესიასთან ურთიერთობა ალბათ უკვე რამდენი წელია, სადაც 20 წლის შემდეგ, სადაც 17 წელია უკვე ეკლესიაში მანამდე სანამ სასულიერო პირი ვიქნებოდი სტიქაროსანი ვიყავი ხოლმე აქტიურად ჩართული. იყო პერიოდი, როდესაც ეკლესიაში სიარული რო დავიწყე, მე როდესაც სტიქარი ჩავისვი, მე რაღაც პერიოდი მქონდა ესეთი ამოვარდნის, როდესაც აღარ დავდიოდი ეკლესიაში და ეს პერიოდი რაღაცნაირად უმახსენდება ხოლმე, როგორც უძღებიშვილი სიგავიში, როგორც არის რო ადამიანი აი წავა ეკლესიიდან და მე ამ ყველაფერში ისე ბრუნდება და დიდი სიხარული შემოდის იმისი, რომ ისევ ეს დაკარგული ადამიანი ისევ დაბრუნდა ეკლესიაში და დიდი სიხარულის უნტანი იყო ყველაფერი. მახსენდება ესეთი ის, როდესაც ჩემს მეგობართან ერთად ვიყავი ხოლმე, გვერდზე ვაკის სამების გვერდზე ცხოვრობდით ხოლმე და
მახსენდება ზარები, მაშინდელი დარეკილი, როცა წირვაზე რეკავდა ხოლმე ზარები. ჩემთვის იყო ყველაზე დიდი ტანჯვა ის, რომ ვიცოდი მე ამ ყველაფერს წირვის დროს როგორი ბედნიერება იყო ხოლმე ჩემთვის რომ ახსოვდა ეს და მე რაღაც პერიოდით ეკლესიაში ვარ დავდიოდი და ეს ზარების ხმა მაგვიწევდა და მე შეიძლება ამ დროს ლოგინში ვიცვე და მეძინოს და ვერ გავიგუძე იმის რომ წირვაზე ჩავსულიყავ. ეს იყო ყველაზე ტანჯველი პერიოდი და რაღაცა ის ზარების ხმას მახსენებს ხოლმე იმას რომ რაღაცა აუცილებელია რომ სულ წირვაზე უნდა ვიაროთ ადამიანები. მამო, როგორ უნდა დაიწყოს ადამიანმა ეკლესიური ცხოვრება ნულიდან? აი შეიძლება რომ არ ცხოვრობდა ეკლესიურად, საკმაოდ ცუდი წარსულიც ქონია, არ ქონია იმდენ ცუდი წარსული, მაგრამ არ ქონია იმდენ დიდი შეხება ეკლესიასთან და სურს. აი რა უნდა გააკეთოს პირველად, როგორ უნდა შეამზადოს საკუთარი თავი და აი რო განგვიმარტოთ ეს წინასამზადისი პერიოდი, რაც სჭირდება ეკლესიური ცხოვრების დაწყებას. ალბათ პირველ რიგში აი გულწრფელი დამოკიდებულება ღმერთთან და აი გულწრფელად თხოვოს ღმერთს, აი რასაც უჭირს, მაგალითად უჭირს ის, რომ აქვს ადამიანებს საკუთარი ცხოვრებიდან გამომდინარე ღმერთთან ურთიერთობა ეკარგებათ ხოლმე და გონიათ რომ სადაც ღმერთი ნეტა არსებობს, არ არსებობს, ესეთი არსებობს, მართლმადიდებლობა სწორი, სხვა სარწმუნოება სწორი, ბევრნაირი რაღაც გამოვლინება ხოლმე ყველაფრის და მე ესეთ რამეს ურჩევდი ხოლმე ადამიანებს რომ ახალგაზრდებს მით უმეტეს რომ თხოვონ ღმერთს რომ ღმერთო შენი თავი დამანახე მაგძნობინე ღმერთი ხედავს ჩვენს გულმოდგინებას, ჩვენს შინაგან მდგომარეობას, როგორი ძალა გვაქვს, როგორი რესურსი გვაქვს და ამის მიხედვით აი უნდა ვითხოვოთ ღვთის წინაშე, რომ მერტო შემეწე აი აქ მიჭი საქმე და დახმარება, მინდა ის რომ რაღაცა რწმენაში დამეხმარო, მინდა დახმარება იმაში, რომ მაგალითად ეკლესიასთან ურთიერთობა შევძლო, მოძღვართან ურთიერთობა შევძლო და აი რასაც უჭირს ადამიანს ის თხოვოს ღმერთს გულწრფელად და არ არსებობს რომ მე არ მეგულება არც ერთი გულითადი თხოვნა, რომელიც ღმერთს არ შეესრულებინოს. მამო, და როგორ უნდა ავირჩიოთ სულიერი მოძღვარი? ახლა თქვენ ახსენეთ, რომ აი სულიერ მოძღვარს მოძღვართან უნდა გაიხსნას ადამიანი და არ უნდა კონდეს რაღაც ის ჩარჩოები, რომელსაც აი მწხვენია და მას ვერ მოუყვები. აი როგორ უნდა ავარჩიოთ სწორად სულიერი მოძღვარი? რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს? სულიერ მოძღვარს არ შეეხება ადამიანი ალბათ ხო რაღაცნაირად მაქსიმალურად უნდა ხვდებოდეს იმას, რომ მისთვის სულიერად ის რაც სულის ნაწილია, რომელიც ამას ესე ვერც გარეგნობით ვერ შეაფასებ ადამიანს, ვერც რაღაცა მარტო ინტელექტით ვერ შეაფასებ ადამიანს, ვერც განათლებით ვერ შეაფასებ. ბევრი რაღაცა ერთად უნდა იყოს და ადამიანს რაღაცა შინაგანად უნდა მიუვიდეს გული და შეიძლება რაღაცა პერიოდი იაროს ადამიანმა ეკლესიაში დააკვირდეს სასულიერო პირების რაღაცა ნაწილს, გამოელაპარაკოს კიდევაც, მივიდეს რჩევა კითხოს და ამის მიხედვით მე რაღაცა დროის მერე თუნდაც აი მეგეც ღმერთს თხოვს, რომ ღმერთო დამეხმარე რომ აპოვნო ესეთი ადამიანი, რომელიც ჩემს სულს შეეწევა და ჩემს სულს მიმაყვანინებს ღმერთამდე და მე აუცილებლად ღმერთი აპოვნინებს და თვითონაც თავისი მხრიდანაც აი რაღაცა იგრძნობს იმას, რამოდენიმე ადამიანში შეუძლია რომ არჩიოს. ანუ შეიძლება რომ სულიერი მოძღვარი შეცვალოს მახსარებელმა. ხდება ხოლმე ეგეთი შემთხვევაც კი, როდესაც მასთან ვერ იხსნება, როდესაც პრობლემა აქვს იმისი, რომ რაღაცა არის დამაბრკოლებელი ვითარებები, როდესაც შეიძლება რომ ადამიანმა სულიერი მოძღვარი შეცვალოს. ოღონდ ეს არ უნდა იყოს უმიზეზოდ, რომ ეხლა უცბად მე აქ მომწონს, მე იქ მინდა გადავიდე, ცოტა უხერხული არის. აი მაგალითად ესეთ შემთხვევაშიც ახლა წარმოიდგინე ადამიანთან, რომელთანაც სასულიერო პირს უამრავი ღვაწლი აქვს აღებული მასე, შრომა აქვს ჩადებული, რაღაცა ეხმარება ცდილობს რომ გამოიყენოს რაღაც მდგომარეობიდან და ერთ წამში უცბად თქვას რომ იცი რა მე აღარ მინდა ამ მამოსთან ვიყო რომ მოძღვარი იყოს ჩემი და გადავალ სხვასთან. ალბათ რაღაცა უმიზეზოდ არ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი და უნდა იყოს ის რომ რაღაცა ჩავაყენოთ საქმის კურსში და ვთხოვოთ მოძღვარს, უთხრათ მოძღვარს რომ იცი რა მე მინდა რომ გადავიდე სხვა მოძღვართან და არ ამგონია რომ ადამიანს რაღაცა ეწყინოს, იმიტომ რომ ჩვეულებრივ სულიერი გაზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ შენ სულზე იზრუნო. როდესაც ვერ იზრდები სულიერად და პირიქით შეიძლება უკან მიდიხარ ადამიანი, აუცილებელია რომ შენი შესაბამისი მოძღვარი იპოვო, რომელიც მიგიყვანს ღმერთთან. მოძღვრის როლი ალბათ არის ის რომ სარკე არის ადამიანი, რომელიც ესე შეხედავს გვერდიდან ღმერთს აირეკლავს, რომელიც ღმერთს ანახებს და მეტნაკლებობით ჩვენ მოძღვრის მეშვეობით
ვახერხებთ ურთიერთობას ღმერთთან. რა თქმა უნდა, ღმერთთან ურთიერთობა ყოველთვის შეიძლება და ეკლესიაში შეიძლება, ეკლესიის გარეთაც შეიძლება, ეკლესიაში თავისი დადგენილებები და თავისი წესები და რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი არის სულიწმიდით დადგენილი ეკლესია, სადაც აღესრულება ქრისტეს სისხლთან და ხორცთან ზიარება, აღსარება, ნათლობა, რა ვიცი, აი ყველაფერია, მაცხონებელი წიაღია ეკლესია, მაგრამ აი ესე პირადი ურთიერთობა წეღარასაც ვამბობდით, რომ მაგალითად პირადად რო თხოვო საკუთარ თავთან, ეხა მაგალითად დადგი ხატებთან და თხოვო, როცა რა ღმერთო ეს შემეწი. სწორი გზა მაპოვნინია ეს რო თხოვო ღმერთმა, ხო, ღმერთს ადამიანმა. ბუნებრივია რომ ესე ურთიერთობა შეგიძლია, მაგრამ ზოგიერთ დღესდღეობით არის ესე რაღაცნაირად სამწუხარო რეალობა იმისი, რომ ხო, ახსარება საჭიროა თუ არა. კი, თან თუნდაც ის რომ მაგათ მე შემებრად ვისაუბრებ ღმერთთან და არ მჭირდება ამაში შუამავალი, არ მჭირდება მოძღვარი მამაო. ნახე ჩვენ ძალსახად გვაქვს ეს რომ როდესაც უთხრა მაცხოვარმა პეტრე მოციქულს რომ ამ შემთხვევაში მოციქულების ყველას უთხრა მოციქულების ისავსეს უთხრა ეს რომ და ამ შემთხვევაში გამოარჩია პეტრე მოციქული და უთხრა რომ კლდე ხარ და ამ კლდეზე აღვაშენებ ეკლესიას და ჭენი ჯოჯოხეთსანი ვერ ერეოდიანო ნიშნავს იმას რომ ჩვენ და თავიდან დაწყებული და სულიწმიდის მადლით გადმოსული როცა სულთმოფენობის რო სულიწმიდის მადლით გადმოვიდა იმის მერე დადგენილი და მანამდეც ეკლესიის სისავსე იყო ხოლმე ადამიანთან და ევამდე მოყოლებული ადამიანთან ურთიერთობა ღმერთს არასდროს არ შეუწყვეტია და შესაბამისად ეკლესია როდესაც დადგინდა ახალი აღთმის პერიოდში და აი ჩვენ მოციქულების შემდეგ ყველა სასულიერო პირი არის ხელდასხმული ნიშნავს იმას რომ გაჩერდებოდნენ მოციქულები ხელს დაადებდნენ და ესე აკურთხებდნენ სასულიერო პირებს და აი დღევანდელ დღემდე მაგალითად ვინც ახლა ეკურთხა თუნდაც ჩემზეც ხო არის ის გადმოსული ესე ყველას საღვთო მადლი გადმოსული ხელდადებით და ხელდასხმით. ანუ ხელდასხმის მადლი იყო ის რომ ზუსტად მაცხოვარმა შეპირდა და აღუთქვა მოციქულ პეტრეს რომ მას ჭენი ჯოჯოხეთსანი ვერ მოერეოდნენ და უთხრა ესეთი რამე მე მოციქულებს რომ თქვენო ვისაც ამ ქვეყანაზე აპატიებთ, ეპატიებათ ამ ქვეყანაზე და ზესაშიცო, ვისაც შეკრავთო, შეკრული იქნება ამ ქვეყანაზე და ზესაშიც და გულისხმობს იმას, რომ როდესაც მიდის მოძღვართან ადამიანი და აღსარება საბარის შენდობის ლოცვას წაუკითხავს, ღმერთი პატიობს მოძღვრის ხელით მოძღვარი გამტარია ამ ყველაფერში და ღმერთი პატიობს მას და წარმოუდგენელი რამეა რომ რატო არ განიცდის მაშინ სიმშვიდეს ადამიანი უბრალოდ საკუთარ თავთან რომ აღიაროს მარტო და ეს არც არაფერი არ არის ამაში აი რა არის სირთულე რომ ადამიანმა შეცოდოს და მე საკუთარ თავთან მოყოს რომ იცი რა მე ეს ყველაფერი გავაკეთე და ღმერთო მაპატიე და ვერ პოულობს ადამიანს სიმშვიდეს და აღსარების დროს მე მინახავს ადამიანების უმრავლესობა ერთხელ ჩემთან მოვიდა ერთი ადამიანი და აღსარება ჩამაბარა ძალიან ისე იყო რაღაცნაირად შინაგანად ძალიან დამძიმებული იყო და მესანთლე შეხვდა და მესანთლეონეო რა პრობლემა გაქვს ხო რა მსხვერ გიჭირს რაღაცა სახე ისე ქონდა და მე რომ მოვიდა ჩემამდე ეს თრამის მეუბნება რომ რა იცოდავ ხა იმანო რომ მე რაღაცები მაწუხებდო გარეგნულად მეტყობაო რამეო და ნუ მე არაფერი არ უთხარი ხა არ გითხობა არაფერი თქო და დაველაპარაკე მე რაღაც აღსარება ჩამაბარა მეთქვა შენდობის ლოცვა წაუკითხე და თავსაფარი ქონდა შემოხვეული და შეიტანა ტაძარში რომ ეს თავსაფარი დაებრუნებინა და მესანთლე შემოხვდა და რა შეიცვალა ესე უცბად რომ ესე გაგინათ და სახეო და ესე გაბედნიერდიო და ისე გამოვარდა და ეს მეუბნეთ მესანთლე ესე მითხრა და მიხვდა უცბად რომ მე რაღაცა და ესე მეტყობაო რომ აღსარება რომ თქვა ამის მერე ესე შევიცვალეო და აი ესე ხდება ხოლმე ნამდვილად მე ჩემს თავზე შემიძლია ვთქვა რომ პირველად რო აღსარება ვთქვით მეგობრები ვიყავით ერთად ხო მეგობრები ვიყავით ერთად მისულები აღსარების ათქმალა და რომ გამოვიდით აღსარებიდან ეს ერთმანეთს ვეკითხებოდი შენ სიგრძენი რაც მე ვიგრძენი და იმდენად აი ესე გამთავისუფლდით და რაღაცა შინაგანი ძალა ვიგრძენით იმისი რომ რაღაცა სხვა სისავსე შემოვიდა იმ დროს როდესაც აღსარება ვთქვით ეს უბრალოდ ადამიანმა ამაში თავის ხოვრებით უნდა მიხვდეს ამას ესე მოყოლით ვერ გააგებინებ და სიტყვით ვერ გადმოსცემ ამას რაზეა საუბარი. ძალიან კი. აი მე სპირალ რომ ჩავაბარე აღსარება თითქოს მეორედ დავიბადე. აი ხომ ვამბობთ ხშირად რომ როგორც მოსვლა ისე აღსარება არის მეორე დაბადება და მართლაც რომ ესეთი შეგრძნება მქონდა და უფრო მეტად מחარებდა ის ფაქტი რომ მეორე დღეს უნდა ვიზიარო და რაღაც ეგ იყო ჩემთვის განსაკუთრებული დღე თითქოს სულ სხვა თვალით შევხედე სამყაროს და ზუსტად მაგ დღიდან ნუ არც გამომიტოვებია წირველოცვა თუ რა თქმა უნდა რაღაც გასაბარდებელი მიზეზი არ მქონდა ანუ არ ვიცი ძალიან დიდი შვება ვიგრძენი ეკლესიაში და მადლობა თქვენ მამებს რომ ასე
თბილად, ასე აი თითქოს მართლაც რომ მეორე სახლი არის ჩემთვის და აი მართლაც რომ ჩემი ოჯახის წევრები ხართ ისე თბილად და თბილად გვესაუბრებით და გვიხსნით თუნდაც ახსარებას რომ ვაბარებ ხოლმე ეს არ არის მხოლოდ აი ჩემს ცოდვებს რომ აი თითქოს უამრავ რჩევას ვისმენ და ეს იმ პერიოდში მარტო იმ წამს ამჭირდება მთელი ცხოვრების განმავლობაში გამომადგება და მადლობა მინდა რომ თქვენც და ჩვენი ტაძრის მომს რომელთანაც არ ვიცი ყველასთან მქონია შეხება და ყველასთან მაქვს ესეთი გულახდილი საუბარი ხშირად და იმ მადლობა მინდა გადავხადო ყველას რომ ასე ეკიდებით და ასე თბილად გვეპყრობით თითოეულ ჩვენგანს. მართლა ხშირად გვაქვს მე და ჩემს მეგობრებს საუბარი ამასთან დაკავშირებით და მართლა უდიდესი მადლობა. ახსარებას რადგან შევეხეთ, მოდით გადავიდეთ ახსარებელზე. გახსენებათ თუ არა რაღაცაი განსაკუთრებული ახსარება, რომელმაც თქვენზე ყველაზე მეტად იმოქმედა და რაღაც გარდატეხა მოახდინა თქვენ სასულიერო პირობაზე. იცი რა, ზოგადად ალბათ ყველა ახსარება ინდივიდუალურად ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას აი ცხოვრებაში ხედავ რომ ადამიანი შენთან მოსული იცვლება, სხვანაირი ხდება და როდესაც ადამიანი გადაწყვეტს თავის თავში იმას რომ უნდა მოვიდეს და ახსარება თქვას, ეს უკვე იმას ნიშნავს რომ თავის თავზე გაიმარჯვა, გადააბიჯა და უნდა რომ რაღაცა კუთხით დაწინაურდეს ღვთის წინაშე ერთი ნაბიჯით და პირდაპირ ყოველდღიურად ხედავ ადამიანებს როგორ ხდება მათში ცვლილება. ეს არ გულისხმობს იმას რომ ერთხელ ადამიანმა ახსარება თქვა, დასრულდა და რაღაცა მის ცხოვრება ესე შეიცვალა რომ ფრთები გამოუვიდა და რაღაცა სხვა საზომს მიაღწია იმისი რომ რაღაცა აერში იწევა ლოცვის დროს. ამას არ გულისხმობ, მინდა რომ თქვა ის რომ ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს საშრომი ამ ხრივ და ეს ახსარება და ზოგადად ყველა მსახურება ეკლესიაში რაც აღესრულება და რაც ტარდება საწინდარია იმისი რომ ჩვენ რაღაცა გვიბიძგოს იმისკენ რომ ღვთისწინაშე კიდე ერთი ნაბიჯით დავწინაურდეთ. ხანდახან ისეთ რაღაცა ემართებათ ხოლმე ადამიანებს რომ გონიათ რომ ახსარებას რო იტყვიან, მერე მეორედ და მესამედ ახსარებაზე მისვლა ერიდებათ, იმიტომ რომ მე ხო უკვე ვთქვი და იგივე რაღაცა როგორ ჩავიდინე, როგორ დავაშავე და რაღაცა ერთ წამში გონიათ რომ მათ ცხოვრება ესე ბოლომდე უნდა შეიცვალოს. ესე არ ხდება. ჩვენი გადაწყვეტილებებით ბევრჯერ ვიცდებით ხოლმე ღვთისწინაშე და ბევრჯერ ვიცდება ჩვენი გადაწყვეტილებები, რამდენად ვიღებთ ხოლმე სწორ გადაწყვეტილებას. ჩვენ თუ რაცა უნდა მოყოლით ისწავლოს ადამიანმა რაღაცეები და სხვის მაგალითი წიგნში წაიკითხოს ხო თვითონ თუ რაღაცეები არ შეემთხო თვითონ თუ თვალებში არ ჩახედა რაღაცებს რაღაცა თუნდაც შეცდომაც არ დაუშვა რაღაცა კუთხით თუნდაც რაღაცა არ ისწავლა აი მაგალითად მოდი ესე ავიღოთ მარხვასთან ურთიერთობა ხო ვისაც არ უმარხულია იმან მარხვა არ იცის გონია რომ მარტო რაღაცა რაციონი ამოიღო ეკლესიურმა ადამიანმა რაღაცა რაციონის საკვებს ჭამს რაღაცას არ ჭამს და გონია რომ მარტო ეს არის იქ რა წინააღმდეგობა როგორ თუნდაც ის რომ სადაც უფრაზე მოხვდები და შეიძლება მოგიწევს ის რომ გინდოდეს რაღაცა სხვანაირად ჭამო და ის აი შენ თავთან ვისაც მარხვა არ დაუცავს იმისთვის მოკლედ არ არის ცნობილი შინაგანი ეს გამოცდილება არ აქვს მოკლედ ამ მარხვასთან ურთიერთობაზე იგივენაირად არის ეკლესიაში დასწრება ხო აი რა ესე რომ მიხვალ ეკლესიაში რა პრობლემაა ხო მიხვალ დაესწრები წირვას და საათნახევარი შეიძლება ადამიანმა ესე ხათრით გაძლო ხო რაღაცებზე მაგრამ იქ იმდენად წინააღმდეგობა არის და იმდენად ცდილობს რომ რაღაცა ძალა ბოროტი ძალა რომელიც უნდა რომ აგაშოროს ამას ისე არ გაიგო როგორც საჭირო არის ყველაფერი რომ თუ აი ეს არ ნახე შენ რომ შენ არ მიხვედი და იქ არ დაესწარი ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ისეთ რაღაცეებზე რომ რაც ხელშეუხებელი არის როდესაც ამას შენ შინაგანად განიცდი მხოლოდ და მხოლოდ ეხა შენ რაც წეგანი საუბრე რომ შენი პირადი განცდები რაც მოყევი ამას ვერ გააგებინებ სხვა ადამიანს ამას სიტყვით ვერ გადმოსცემ ამას შენ განიცდი და იმანაც უნდა განიცადოს რომ ამას მიხვდეს და რაც შეეხება იმას რომ მაგათ ეს ეკლესიაში აღსრულებული ეს მსახურებები რაც აღესრულება კიდე ერთხელ უნდა იმსახურებოდეს იმას რომ ჩვენ რაღაცა გუშინ როგორებიც ვიყავით დღეს უკეთესები გავხდეთ დღეს როგორებიც ვართ мотиваცია გქონდეს რომ ხვალ უკეთესები გავხდეთ და ამას იმსახურება ყველაფერს მამო, როდესაც ადამიანი იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას და ნუ წარსულში აქვს გაკეთებული ბევრი ტატუ, პირსინგი. აი კრძალავს თუ არა ეკლესია ამ თანამედროვე სტილს, აი ამ განსხვავებულ ვიზუალს. სანამ ეკლესიაში მოვა ადამიანი, ხო, ბევრი შეცდომა შეიძლება აქვს დაშვებული ადამიანს და თავარი არის რომ ამ მდგომარეობაში არ უნდა დარჩეს ადამიანი და ეხა ეკლესიაში რომ მოვა ადამიანი და
წიროალოცოს რო ესრება ღმერთის შესახებ, რო არსებობა იცის ღმერთის შესახებ და მასთან ურთიერთობას რო რაღაცა კუთხით ახერხებს და ცდილობს და იგივე მდგომარეობაში რო რჩება, ეს ცოტა გაუგონარი არის, რომ იგივენაირად შეიძლება გააგრძელოს კიდე ტატუების კეთება, პირსინგების კეთება. ჩვენ ხო ეს ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან ურთიერთობაში ესე არ არის რაღაცა მივედით და რაღაცა რიტუალს დავესწარით, რომელიც ეს რაღაც რიტუალი თავისით ჩატარდა ჩვენთვის მე დასრულდა და წავედით ჩვენს ცოცხალი პროცესი არის. ცოცხალი პროცესი არის, როდესაც ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდაიქცევა სეფის გვერი და ღვინო, ამას ჯერ მღვდლები ვეზიარებით საკურთხეველში გამოდივართ და მე მომზადებულ მრევლს ვაზიარებთ. ცოცხლად მივიდა ადამიანი, რომელმაც თავის ცოდვები უთხრა მოძღვარს და შენდობის ლოცვა წაუკითხა მოძღვარმა და ღმერთმა ეს ყველაფერი აპატია და აი ამ ცოცხალ პროცესში ვარ ჩართულები. და ეხა ადამიანი როდესაც თავში არ ცდილობს ცვლილებას და არ ცდილობს იმას, აი მე ესეთი რამე მახსენდება ხოლმე, როდესაც ინგლისის დედოფალთან ხდება ხოლმე შეხვედრა. როცა ეხა უკვე გარდაცვლილი არის ელისაბედ მეორე რკინის დედოფალს რო ეძახდნენ. მასთან როდესაც პროტოკოლში იყო ხოლმე ესეთი გათვალისწინებული, რომ ეხაც ალბათ ეგრე არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის მახსოვს, რომ ხო უნდა გრძელი კაბა იცოს აუცილებლად რაღაცა მუქი ფერის 2 მეტრი დისტანცია უნდა კონდეს, ხელის ჩამორთმევა არ შეიძლება და რაღაცა თავისი პროტოკოლი აქვს, რომელსაც რაღაცა გამოხატავს მის მიმართ პატივისცემას. ადამიანის, რომელიც არის დღესდღეობით თანამდებობაზე, სამეფო გვარის წარმომადგენელი არის ერთ-ერთი ქვეყნის და შენც რო ჩახვიდე ნებისმიერ სხვა ქვეყნის წარმომადგენელს, მასთან ესე უნდა იურთიერთო. მით უმეტეს ახლა როცა ეხება იმას, რომ ღმერთთან ურთიერთობას ღვთის სახლში შედიხარ, ღვთისმშობლის წინაშე უნდა მიხვიდე, გასაგებია რომ შეიძლება პირველივე შესვლის დროს ეს განცდები და ეს ურთიერთობა არ გქონდეს ღმერთთან და რაღაცნაირად შენი ტკივილით შეხვიდე, შეიძლება ვერც დაფიქრდე ადამიანი ამ რაღაცებზე, მაგრამ როდისღაც დროთა განმავლობაში შენში უნდა შემოვიდეს ის მომენტი, რომ შენ ღმერთთან ურთიერთობაში, როდესაც შედიხარ, ფიქრობ და იმაზე, რომ ეს სწორ ნაბიჯებს დგავ ეხა ღმერთთან ურთიერთობაში თუ უბრალოდ მარტო მოვედი იმიტომ, რომ რაღაცა ღმერთი რაღაცა როგორც საშუალება მჭირდება, რომ გამოვიყენო და რაღაცა ვთხოვო და მე წავიდი ჩემ საქმეზე. ხო და ამიტომ მე მგონია ხოლმე, რომ როდესაც გულწრფელი დამოკიდებულება არის, აუცილებლად რაღაცა ცვლილებას გადის ადამიანი. რა თქმა უნდა, ეკლესია ყველას იღებს, არ აქვს მნიშვნელობა, პირსინგი ექნება, ტატუ ექნება, როგორი ადამიანი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. თავარია რომ ეს ის წიაღი არის, სადაც უნდა დაფიქრდეს ადამიანი და მაშინ რაღაცა ცვლილებები უნდა მოხდეს. თუ ეკლესიაში ის შემოიტანა და იქ რაღაცა ჩვენც გვთხოვა რომ პრინციპები გავიკეთოთ, ტატუ გავიკეთოთ, ბუნებრივი არ დავთანხმდებით. ამიტომ როდესაც ცვლილება არის, ნებისმიერ ადამიანს იღებს ეკლესია. მამო, განმარტეთ რა არის თქვენთვის ნამდვილი თავისუფლება? ნამდვილი თავისუფლება არის საკუთარ თავზე, როდესაც უფლებობს ადამიანი და საკუთარი თავისუფალი თვითონ არის. თავისუფლება დღესდღეობით ადამიანებს რაღაცა ძალიან თავისებურად ესმით ხოლმე. ყველას თავის ჭრილში ესმის. თავისუფლება გონია აღვირახსნილობა, თავისუფლება ვიღაცას გონია რამდენადაც რაც გონებაში მოუვა და იტყვის ამის მე რაღაცა კაფიო თავისი აზრის დაფიქსირება და თავისუფლება არის ის, რომ ჩემი ემოციები, ჩემი შეხედულებები, ჩემი განცდები, ჩემი ფიქრები, ჩემი ვნებები, ჩემი ნებისმიერი ის რაღაცა რაც ჩემში წარმართავს რაღაცა მოქმედებებს, ხო, ღმერთთან ურთიერთობაში რამდენად სწორი არის. როდესაც მე ჩემს თავზე შემიძლია, აი მაგალითად ადამიანს ესეთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, სიტყვაზე შეიძლება რაღაცა თუნდაც ახლა მაგალითად შაქარი აქვს ადამიანს და იცის რომ ტკბილი არ უნდა ჭამოს ადამიანმა. ბუნებრივია რომ როდესაც ტკბილს შეჭამს, მას სხვა შედეგი დაუდგება, ხო? ამიტომ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას. იგივენაირად შეიძლება ადამიანი დაფიქრდეს ამაზე, რომ ნახე მე ვფიქრობ, გონითი ნაწილი ხო ეს არის, რომ გონიერება ის არის, რომ მე გამომაქვს აზრი იმისი, რომ მე თუ შაქარს მივიღებ, შესაბამისად დავზიანდები. და ბუნებრივია რომ აი მე უნდა ვფიქრობდე იმაზე, რომ ჩემი ქმედებები, აი ეს მე მაზიანებს ღვთის წინაშე, თუ სწორი ნაბიჯები არის და აი ეს სწორი ნაბიჯები უნდა გავითავისო ჩემში. და ისე უნდა ვმართოთ ჩემი თავი. ან ჩემი თავზე მაღლა უნდა დავდგე და არა ჩემი ვნებები წარმართავდეს, ჩემი შეხედულებები და ჩემი განცდები. მამო, ნარი ნამდვილი სიყვარული და რა შეიძლება იყოს ამ სიყვარულის დანგრევის მთავარი მიზეზი? მე ხშირად გქონიათ ჩვენსთან ბავშვებთან ლექციაზე ამაზე საუბარი და მინდა რომ გაჟღერდეს ეს უფრო ფართოდ. ჩვენ ალბათ ეხლა საუბრობთ იმაზე ქალოჟურ სიყვარულზე, ხო? რაც შეეხება ქალოჟურ სიყვარულს, ყველაზე დამაზიანებელი, ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მძიმე ფორმა რაც არის ის, რომ ხორციელი ურთიერთობა, ქორწილამდე ურთიერთობა,
რომელიც არის გარყვნილების ერთ-ერთი სახეობა და კიდე არის ფანატიზმი, რომელიც ფანატური დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. და ეს ფანატური დამოკიდებულება რაც დაყრდნობით ვამბობ ამ ყველაფერს ნახეთ, რომ ცნებებში ჩვენ ღმერთმა 10 ცნება სადაც მოგცა, იქ თავიდან საუბრობს ღმერთი 4 ცნებაში, ღმერთთან ურთიერთობაში და ურთიერთობაზე, როგორ უნდა გქონდეს ღმერთთან ურთიერთობა. და ღმერთი გვეუბნება იქ, რომ არ უნდა შექმნას ადამიანმა კერპი არავისგან, არც ადამიანისგან, არც რაც ამ ქვეყანაზე არის, არც რაც მიწაზე სუფევს, არც რაც წყლის ქვეშ არის, არც რაც ეთსაში არის. მოკლედ არაფრისგან კერპი შექმნა არ შეიძლება. კერპი არ იგულისხმება მაინდამაინც რაღაცა ქანდაკება, რომელსაც გამოაქანდაკებს ადამიანი და იმის მიმართ რაღაცა მუხს მოიყრის და რაღაცა თაყვანისცემას აღასრულებს. აქ და ღმერთი ასევე საუბრობს სახარებაში, გვეუბნება, რომ ვისაც უყვარდესო ჩემზე მეტად დედა, მამა, და, ძმა, ცოლი, შვილი, ქმარი, ის ჩემი ღირსი არ არის. ღმერთი ამას არ ამბობს ეგოისტური განცდით, რომ მაინც და მაინც ეჭვიანობს, რომ მაგალითად ღმერთი თუ არ უყვარს ადამიანს. წარმოიდგინეთ ადამიანს, რომელსაც არარსებობიდან არსებობაში ღმერთმა შემოიყვანა და ამ ღმერთის მიმართ რო პატივისცემა არ გააჩნია, ბუნებრივად უკვე თავიდანვე აშავებს ამ ყველაფერს. და ნახე ამ გაგებით ანამარია როგორ არის, რომ ჩვენ თუ ეს სიყვარული მაგალითად გაკერპება და ფანატიზმამდე მივიდა, რომ აი ეს თუ ეს ადამიანი თუ ჩემს გვერდში არ იქნება და მე დავიღუპე და ამით მე რაღაცა ზიანი მომადგება და ძალიან ესე უდგებიან ხოლმე ადამიანები, მე შეიძლება იქამდე მივიდნენ, რომ თვითკვლობაზე ფიქრობენ ადამიანები. ეს არის წარმოუდგენელი არის, ეს არის ფანატიზმი, ეს არის არასწორი მდგომარეობა სიყვარულში. თავიდან საწყისი სიყვარულის აუცილებლად ნახე, თავიდან ქალვაჟურ სიყვარულში ხშირად ესე ხდება ხოლმე, რომ გრძნობა მოდის თავისით ისე, რომ ადამიანი ამაში არ იხარჯება. ამაში არც ფულს იხდის, არც შრომობს ბევრს, მაგრამ ეს ადამიანს უჩნდება ეს გრძნობა. ეს საწყისი აუცილებლად საფრთხე არის და ეს ჩვენ ამაზე რახან არ გვიშრომია და ამაში არაფერი ღვაწლი არ აქვს, ეს ღვთისგან არის. მე ეს ღვთისგან ეს მოგვეცემა ბონუსად. ამას მე ჭირდება რაღაცნაირად გაღვივება და განვითარება ამ სიყვარულის, რომ მართლა ჩვენი გახდეს ეს ყველაფერი. ის კი მოცემული არის ესე რაღაცა წინასწარ და ამ სიყვარულს ყოველთვის ხოლმე რაღაცა როგორც ცეცხლს შეკეთება ჭირდება, ესე ჭირდება ამასაც თავისი როგორც ვთქვა ყოველდღიურობაში თუნდაც ის რომ ადამიანები ერთმანეთით ინტერესდებოდნენ და მათი მის მდგომარეობაში შედიოდეს, მეორე ადამიანის მდგომარეობაში შედიოდეს და ეს იყოს მისთვის რაღაცა ერთმანეთის დასაფასებლად. და რაც შეეხება აი ამ გარყვნილების მომენტ ჩვენ ღმერთი გვეუბნება ეს რამეს, რომ ცნებაში გვეუბნება, რომ არ იმრუშო და ეს მოიცავს ამ ყველაფერს და პავლე მოციქული ამბობს ესეთ სიტყვებს, რომ ვისაც ხორციელი ურთიერთობა უნდოდესო, ამისთვისაც ცოლსო ყავდესო ქმარიო, ქმარს ყავდესო ცოლიო. სხვა ურთიერთობას ეკლესია არ განიხილავს და სხვა შემთხვევაში არის ცოდვა და დანაშაული ღვთის წინაშე. და ამიტომ როცა ეს ურთიერთობა შემოდის, იმდენად ემოციური ცვლილება ხდება ხოლმე ამ დროს, რომ სხვანაირად ტკივილია ხოლმე, მე როდესაც ადამიანები ერთმანეთს დაშორდებიან ხოლმე, მე ძალიან ტკივათ ეს ყველაფერი და ყველაზე მეტად ეს ამძიმებს ეს ორი ურთიერთობა, ფანატიზმი და ეს ხორციელი ურთიერთობა. კიდე რაღაცა პატარ-პატარა რაღაცეები არის ხოლმე, მაგრამ ძირითადად ყველაზე მტკივნეული და დამაზიანებელი ეს არის. ალბათ შემიძლია რომ ეს გამოყო ამ რაღაცა დიდი თემიდან და ზოგადად სიყვარულის ესეთი თემა არის, რომელზეც რა ვიცი, ალბათ შეიძლება დღეები და თვეები რო ელაპარაკო ადამიანმა, ვერ ამოწურავს ადამიანი და ჩვენ უნდა ვეცადოთ ხოლმე, რომ ჩვენ ღვთის წინაშე ვიყოთ ხოლმე გულწრფელები. ღმერთთან ღმერთი როდესაც სწორად გვეყვარება ადამიანებს, აუცილებლად ყველასთან სწორი ურთიერთობა გვექნება. შეყვარებულთანაც სწორი ურთიერთობა ექნება ადამიანს, დედასთანაც, მამასთანაც, დასთანაც, მასთანაც, ცოლთანაც, ქმართანაც და შვილთანაც. ამიტომ აი ეს უნდა ვეცადოთ ხოლმე, რომ ღმერთი შევიყვაროთ მთელი არსებით და მე ყველასთან სწორი ურთიერთობა დავგილაგდებ. მამო, თქვენ ხშირად იბარებთ ახსარებას ახალგაზრდებისგან, თინეიჯერებისგან და აი რა არის ყველაზე ხშირად დასმული კითხვა თქვენთან თინეიჯერების მიერ? ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ალბათ არის ხოლმე ის, რომ საკუთარ თავში ვერ ერევიან ხოლმე გამრის ხანებას, რომელიც შინაგანად გაღიზიანებულები არიან ხოლმე ძალიან და ალბათ ის გაღიზიანება არ მოდის მარტო ესე უბრალოდ ფორმას ხედავს ადამიანი, რომ გაღიზიანდა წყობიდან გამოვიდა და მე ამას რაღაცა არ მოწოს, რომ დაფიქრდება ის, რომ იყვირა, იცივლა რაღაცები ესეთი გამოხატა, რომ დაამძიმა ამან. და შინაგანად ესენი მოდის ხოლმე ალბათ იქიდან, რომ ჩვენში არის
მოთხოვნილებების რაღაცა მაღალი სკალა, რომ დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი გვეკუთვნის, ყველაფერი გვინდა ცხოვრებაში, ეს გვერგება, ეს გვეკუთვნის, ამის ღირსები ვართ, ეს რო არ აქვს, ადამიანს მე ამაზე წუხს, ნერვიულობს, განიცდის და ბევრი რამეა ისეთი, რაც თუნდაც აი ყველასთან პრეტენზია აქვს, მშობელთან პრეტენზია აქვს, რაღაცა ახლობლებთან პრეტენზია აქვს, კლასელებთან, მეგობრებთან, ათისავებთან და ეს პრეტენზიები ჩვენი ეგუდან და მედან მოდის. აი ამის ყოველთვის ესეთი რამე აქვს ხოლმე, რომ მის მოთხოვნილება საზღვარი არ აქვს, რადგანაც მიუშვებ შენ მეს, იმდენად აი მაგალითად ვიღაცას ოქროს კოშკის აგება უნდა, ხო, რაღაცა ეს ოცნებაში, ოქროს კოშკი რო აუგოს ვიღაცა, მე პლატინის კოშკი უნდება, მე რაღაცას არ მთავრდება მის მოთხოვნილების დაკმაყოფილება და მე შესაბამისად ეს შინაგანად ადამიანი ამ გადაწყვეტილებებში რო არის, რომ შინაგანად უნდა რომ თვითონ იყოს ძალიან კარგად და ყველაფერი ესე მოწყობილი კონდეს. რაღაცა ისეთი მის ჩარჩოებს როგორც კი გაცდება და ვიღაცა ესე მოიქცევა, რომ თუნდაც მშობელი ეტყვის ისეთ რამეს, რაც მას წარმოუდგენია, რომ ესე არის კომფორტულად და იმ კომფორტის ზონას გაცდება. მშობელი მასთან მე უკვე კონფლიქტი აქვს, უკვე აღარ მოწონს, უკვე წყობიდან გამოდის და შინაგანად ვერ ერევა ადამიანს საკუთარ თავს. თან დღესდღეობით ძალიან ბევრი მიზეზი არის ამის მაგალითად არის, რომ თუნდაც აი სოციალურ ქსელში ადამიანი ძალიან გამოფიტულია, ლოცვა აღარ შეუძლია ადამიანს, დილის და საღამოს ლოცვას არ კითხულობს ადამიანი, წირვა ლოცვას არ ესწრება, აღსარებას არ აბარებს, შინაგანად რაღაცნაირად ღმერთთან ურთიერთობაში არ გამოხატავს იმდენ დროს, რაც სხვა ყველაფრის მიმართ რაღაცნაირად განსაკუთრებულად არის გადართული. თუნდაც განსაკუთრებული გარეგნული ზრუნვა იმისი, რომ გარეგნული ეს არ გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად ადამიანი მოწესრიგებული უნდა იყოს, უნდა ზრუნავდეს საკუთარ თავზე, მაგრამ ზომა და წონა ყველაფერს გააჩნია. შეიძლება ადამიანს ბევრი წყლის დალევამაც კი აწყინოს, ზუსტად იგივე რაღაცა არის, ხო, ადამიანი რაღაცა ზედმეტად რო გადაერთვება რაღაცებში, შეიძლება ესეც მე რაღაცნაირად დამაზიანებელი იყოს და მე ჩვენს ცხოვრებაზე აისახება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო ეხლა რაღაცა დავამთავრეთ ჩვენი ცხოვრება და დავიღუპეთ, მაგრამ თავი შედეგები აქვს ყველაფერს. ამიტომ ჩვენ ამაზე უნდა ვზრუნავდეთ, რომ რაღაცნაირად ჩვენ შინაგანში ეს მეს რაღაცა მოთხოვნილებას ზღვარი დავუთოთ. მამა, კიდევ თინეიჯერებზე გკითხავ, თუმცა აი თქვენ რომ იყოთ ამ პერიოდში 2026 წელს თინეიჯერი. თქვენი აზრით ყველაზე მეტად რა გაგიჭირდებოდათ? ცირა ცოტა რთული არის ხა ამ გადმოსახედიდან ამ დროში ძალიან რთულია მართლა, იმიტომ რომ დღესდღეობით აი ესეთი ნახე როგორ ამას ხდება ჩვენ რეალობაში ყველანაირი ცოდვის მიმართ არის მარტივი ხელმისაწვდომობა ყველაფერში აბსოლუტურად. აი იყო რაღაცა პერიოდები, როდესაც მაგალითად იყო ხოლმე ადამიანები იყვნენ დამოკიდებულები ნარკოტიკზე და აი ერთ პერიოდი იყო ხოლმე ესეთი დრო, როდესაც ნარკოდამოკიდებული ადამიანიც ნარკოტიკზე იყო დამოკიდებული, გოგოებს მოწონდათ ხოლმე ეგეთი ბიჭები და იმიტომ რომ რაღაცა ესე ახალი ხილი იყო და ესე აღიქმებოდა, რომ ნარკოტიკს თუ იკეთებდა, ესე იგი რაღაცა ძალიან საინტერესო იყო. მე ეს ადამიანები, როდესაც გათხოვდნენ, შეხვდნენ ამ ადამიანებს და ამ ნარკოტიკით მე მიხვდნენ, რომ ცხოვრებაში ძალიან ბევრი პრობლემა შემოვიდა, მე ძალიან ბევრი ოჯახები დაინგრა, ზოგი ამის გამო იქ შვილებს რაღაცა პრობლემები შეექმნათ, პრაქტიკაში ნახეს, რომ არასწორი იყო. მე უამრავი იყო იქ, სასმელზე იყო დამოკიდებულება იქ, ზოგიერთ შემთხვევაში იყო, როდესაც მაგალითად იყო უღმერთოთა კავშირიც კი იყო ესეთ ჩამოყალიბებული კომუნისტების პერიოდში და რაღაცა პერიოდში ყოველთვის თავისით მახასიათებელი განსაკუთრებულად ესეთი გამოკვეთილი ცოდვები იყო ხოლმე, რომელიც ესეთი დიდი საჩვენებელი იყო. და დღესდღეობით ეს ყველაფერი ერთ სიფრთხეზე არის და ყველაფერი ხელმისაწვდომი არის. აი რასაც უნდა ახალგაზრდა ადამიანი იმას გააკეთებს. მაგრამ სახარებას ჩვენ ერთი მანუგეშებელი სიტყვები გვიწერია, რომ სადაც ბევრი ცოდვა არისო, იქო ღვთისმადლი გარდაემატება ამ ყველაფერსო და თუ ადამიანს აქვს ის мотиваცია, რომ უნდა რომ ღმერთის წინაშე რაღაცა ნაბიჯები გადადგას, აუცილებლად ღმერთი ამის ძალას მიცემს, რომ ამ ყველაფერზე გაიმარჯვოს. იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი ხელმისაწვდომია დღევანდელ დღეს ცოდვის მხრივ. ყველანაირად თან დღეს უკვე რაღაცა ეს ტექნოლოგიები იმდენად დახვეწილია, რომ ძალიან მარტივად შეიძლება ყველანაირი ინფორმაციის მიღება, ყველაფერი ხელმისაწვდომი არის ადამიანისთვის და ჩვენზეა დამოკიდებული და ჩვენ აი ყოველთვის უნდა უსვამდეთ ხოლმე ჩვენს თავს კითხვას, რომ
აი ამ ყველაფერთან რა შედეგებს მივიღებთ. კი, გასაგებია მე დღეს შეიძლება ეს მინდა, გართობაც მინდა, ესეც მინდა, მაგრამ აი რა შედეგებს ვიღებ მე ამ ყველაფერთან. გართობას გულისხმობ ზნე გადასულს და არასწორ გართობებს, რომელიც გართობა ყველას შეიძლება რაც ფარგლებში ყველა ადამიანი გაერთოს და ეს აბა როგორ უნდა ვქნათ, ხა ადამიანმა ხან იცეკვებს, ხან გაერთობა ახალგაზრდა და ამაში აუცილებელია ეს ყველაფერიც, მაგრამ ზომიერება ყველაფერში დასაცავი და როდესაც ღმერთის წინაშე ეცდები ადამიანი რომ ღვთის შუქის წინაშე შეადარო შენი თავი, ბევრად მარტივად ეს ღვთის მადლი რო გარდაემატება, ბევრად მარტივად შეგიძლია რომ უფრო აღემატო ღვთის წინაშე და ბევრი სიკეთე გააკეთო. დიახ, თქვენ ახსენეთ მავნებელი ჩვევები, რაც შეიძლება რომ ხშირ შემთხვევაში თინეიჯერმა გამოცადოს და თინეიჯერს კონდეს ეს მან კი არის თვისებები. ყველა მისის რომ თინეიჯერს უფრო მეტად აქვს გაღვივებული ის ცნობის მოყარეობა, რომ აი ამას რომ გავაკეთებთ, აი აინტერესებს როგორი, აი მაგალითად თუნდაც ნარკოტიკი. რომ აი გავსინჯავ და თუ არ მომეწონება, თუ ცუდია, მაშინ თავს დავანება. აი ეს ადიქცია, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ადამიანისთვის, რომ და განსაკუთრებით თინეიჯერისთვის, როდესაც უამრავი ნივთიერება დაცვლა ხდება და ეს გარეთეხის ასაკი საკმაოდ მნიშვნელოვანი ადამიანის გონებრივ და ასევე ფიზიკურ განვითარებაზე, რა ცუდი და არა მგონი არა მე კარგი მოყვეს ამას, მაგრამ აი რა შეიძლება გამოიწვიოს ზუსტად ასეთმა ცუდმა ადიქციამ. აი ხეწან შენახსენე ანომალია რომ ძირითადად ეს ინტერესის მომენტია რომ აი რა მე ამას რო გავსინჯავ, აბა როგორია ეს აკრძალული ხილის ინტერესი მოყვება დაცემის შემდეგ ადამიანს და ევას შემდეგ და აქვთ ეს ადამიანებს და მე ერთ რამეს ურჩევ ყველას რომ მით უმეტეს ახალგაზრდებს რომ დააკვირდნენ იმ ადამიანებს რომლებიც არიან თუნდაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში, როდესაც წამალდამოკიდებულ ადამიანს ხვდებიან და წარმოიდგინონ ის რომ ის ადამიანი ხა რომელიც პირველად რო იკეთებდა ვერავინ ვერ დაამაჯერებს იმას, როდესაც პირველად წამალს მოიხმარდა ადამიანი, რომ წარმოიდგენდა თავის თავს ეგრე რომ იქნებოდა მის მდგომარეობაში. და არ არსებობს, ხა მანდ უნდა დაფიქრდეს ადამიანი, ხანდახან როგორ გონია ხოლმე ეს ადამიანს, რომ თვითონ ძალიან ჭკვიანია და ყველაფერი შეუძლია ესე გააკეთოს, რომ აქედან არ დაზიანდეს და ესე გამოვიდეს. და პრაქტიკაში როცა ვიცით რომ ამდენი ადამიანი დაზიანებულა, ამდენი ადამიანი შეიძლება რომ აი ბეწვის ხიძე გაიაროს, სადაც ეს ბეწვის ხიძე შეიძლება ჩაგიწყდეს. არ უნდა შეეხო იმას, რაც შეიძლება მე ტკივილის შედეგად დაგიჯდეს ეს ყველაფერი და პრაქტიკით ხედავთ ამ ყველაფერს, ხო, რომ აი პრაქტიკაში ჩანს, რომ ტკივილიანი ცხოვრება არის ეს და ამ ყველაფერს მე ჩვენ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი ქმედების უკან პასუხისგება დგას. არ არსებობს რომ რაღაცა ქმედება ჩაიდინო ადამიანმა. ნებისმიერი ცოდვის უკან არის ეშმაკი და ეშმაკი არ ჩაგადენებს ცოდვას ისე რომ იქ მე იმას შენ სიამოვნება მოგიტანოს მარტო ამ სიამოვნებაში დაგტოვოს. გასაგებია რაღაცა სიამოვნებას მოგიტანს, მაგრამ მე აუცილებლად ტკივილი მოაქვს. ამას და იმ მდგომარეობა შეიძლება ჩაგაგდოს, რომ ცხოვრება დაგაკარგინოს და ბევრი რამე გაგიფუჭოს მაგის გამო. და აი ამაზე უნდა დაფიქრდეს ადამიანი, რომ რა შედეგი მოყვება. ჩვენი გონიერება ზუსტად ამაში გამოიხატება. გონითი ნაწილი არის, რომ რაც ჩვენ ეს ცხოველებისგან განგვასხვავებს და ღმერთისნაირებს ღვთის. და აი ეს ანალიზის უნარი გვეხმარება იმაში, რომ მე ამას რომ მივიღებ, ეხა მე რა შემდეგში რა მოყვება ამ ყველაფერს და დააკვირდნენ შემდეგ თაობას, რომელთაც რა შედეგები მიიღეს ამით. აი დღესდღეობით ძალიან ბევრი ადამიანია და ბევრი ახალგაზრდა ძალიან ისეთი, რომელიც ჩართულია ჯანსაღ ცხოვრებაში, უარჯიშობს, თავის რაღაცა ცდილობს, რომ გარეგნულადაც მიაქციოს ყურადღება, წიგნსაც კითხულობს და ესეთ ადამიანებს მიბაძოთ არ ჯობია, ვიდრე რაღაცა ჩვენ რაღაცა ემოციურად მარტო ის რომ ინტერესის სფერო მარტო ავისრულოთ და აქ დამთავრდეს ყველაფერი და აქ არ მთავრდება, აუცილებლად მე ამ შედეგები და გაგრძელება ხდება ძალიან დიდი ტკივილის. და საკუთარ თავს ნუ ჩაიგდებენ ამ მდგომარეობაში ურჩევთ. მამო, დროთა განმავლობაში არის სტატისტიკა, რომ თინეიჯერებში სხვადასხვა პრობლემათა შორის ყველაზე გავრცელებული და ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს თვითმკვლელობა. ხშირ შემთხვევაში არის ისე, რომ ადამიანს, ყველაზე ხშირად თინეიჯერს გონია, რომ ის პრობლემა, რომელიც მას აქვს, აღემატებულია
მის შესაძლებლობაზე, რომ აღარ შეიძლება რომ გადაალახოს ეს პრობლემა. და მწუხაროდ ხშირად ხდება ისე, რომ ამ გზას მიმართავენ პრობლემებისგან თავის დასაღწევად. რას ვეტყოდით ადამიანებს, რომლებსაც ეს ფიქრები აწუხებთ და ებრძვიან ხშირად. სამწუხაროდ არის ეგეთი შედეგები, რომ ადამიანი მიდის იქამდე, რომ გონია რომ ჩიხშია და გამოვალ მდგომარეობაშია და მე გავიმეორებ ილია მეორის ჩვენი უწმიდესი პატრიარქის ილია მეორის სიტყვებს, რომ არ არსებობს ცხოვრებაში ჩიხი, არ არსებობს გამოვალი მდგომარეობა. აი მაგალითად ყოფილა ესეთი შემთხვევები, რომ მისულან მაგ მდგომარეობამდე, რომ აი ადამიანი მისულას თვითმკვლელობამდე და მერე გადაულახავს ეს ყველაფერი და ამ გადალახვის შემდეგ ცხოვრება გაუგრძელებია და მე თავის თავზე გაცინებია, რომ ეს რაღაცები რატო ფიქრობდი ამ ყველაფერზე. იმ დროს ადამიანს ეს ყველაფერი ძალიან გაბუქებულად ეჩვენება და გონია რომ აი ეს ყველაფერი დამთავრდა ყველაფრის მიმართ რაღაცა პატარა პრობლემაც კი რაც დიდ პრობლემად ეჩვენება და ეს მერე უმძიმს ეს ყველაფერი მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ღმერთის დრამის გვეუბნება რომ ჩვენ ღმერთი იმდენ ტვირთს წმინდა ამბეს დრამის ამბობენ რომ ღმერთი იმდენ ტვირთს არ დაადებს ადამიანს რამდენი ტვირთის ზიდვაც არ შეუძლია უბრალოდ ხშირ შემთხვევაში ეს ხდება ხოლმე რომ ჩვენ სულმოკლეობის გამო გაურბივართ ხოლმე ამ ტვირთს და ზუსტად მაგიტომ არის მძიმე ცოდვა აი ხა იუდას შემთხვევაში ხო ჩვენ ვიცით ყველა სახარებიდან ყველაზე ესეთი მაგალითი იუდას ცხოვრება როდესაც იუდამ მაცხოვარს უღალატა და გაყიდა 30 ვერცხლად მე მიხვდა რაც გააკეთა მე გარბის მიაქვს ეს თავისი 30 ვერცხლი იმ ადამიანებთან მღვდელმთავრებთან ვინც ეს შეუკვეთა და მიუყრის უკან და ნანობს რომ ეს გააკეთა მაგრამ მეორე ნახეთ მეორე მომენტი რა არის რომ მიდის და ხეზე იკიდებს თავს ღმერთი სამჯერ ჩამოუწევს ტოტს ერთხელ ჩამოკიდებს და მოუტყდება ტოტი მეორე ჩამოკიდებს და ტოტს დაუწევს და მესამედ უკვე ფეხებს შეკეცავს და ისე იკლავს თავს უკვე აი რაღაცა რო იყოს გამოსვლა რო დაჭირვებოდა იმ მდგომარეობიდან აუცილებლად გაშლიდა ფეხებს და გადარჩებოდა მაგრამ მან აი მარადისობაში ეს გადაწყვეტილება მიიღო და იუდას აქციელი აი ესე მთელი მისი პრობლემა იყო ეს იუდასი რომ მას ღვთის იმედი არ ქონდა კი სინანული გამოხატა მაგრამ აი როდესაც ადამიანი მაგალითად ძიმე ცოდვებში რაღაცა სირთულეები აწუხებს ხო და ჩვენ შეიძლება სინანულში ვიყოთ და ეს სინანული რაღაცა ჯუჯუხეთისეული განცდა არის რომელიც ხვდები რომ რაღაცა არასწორად მოიქეცი ცუდი რაღაცები გააკეთე მაგრამ ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა დაყვებოდეს ის რომ ჩვენ ყავს მოწყალე ღმერთი რომელიც ჩვენს გამო ჯვარზე გაეკრა რომელმაც ჩვენს გამო უამრავი სასწაული აღასრულა უამრავი დამცირება მოითმინა უამრავი სიყვარული გვაჩვენა ჩვენ ადამიანებს და რა ვიცი აი თავისი კაცთმოყარებით ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ჩვენ ბედნიერები ყოფილიყავით და ჩვენ გადავერჩინეთ ამაღლების დროს ამაღლდა და ჩვენი ადამიანური ბუნება აიტანა ზეცაში და ჩვენს მოგცა იმის ასპარეზი რომ ჩვენი გადაწყვეტილებები შეგვიძლია რომ ჩვენ ღმერთამდე მივიდეთ მე როდესაც ამაღლდა სულთმოფენობის დღესასწაული იმიტომ დღესასწაულობთ რომ სულიწმინდა მოგულინა სულიწმინდა ღმერთი რომელიც ეს გვანუგეშებს და ეს გვაძლევს ძალას იმისი რომ რაცა სწორი ნაბიჯები გადავდგათ ღვთის წინაშე და ამ ყველაფერში ჩვენ არ გვაქვს ამისი უფლება რომ რაღაცნაირად უიმედობაში ჩავარდეთ და სასწორკვეთილებაში ჩავარდეთ სასწორკვეთილება ეს არის ერთ-ერთი ეშმაკის თვისება რომელიც აი ესე აწვდის ადამიანს ამ განცდებით რომ მიიყვანოს უიმედობამდე და უიმედობა ღმერთის ჩვენ ღმერთთან ურთიერთობაში ხო საუბრობთ იმაზე რომ რწმენა უნდა გქონდეს და მინდობა უნდა გქონდეს ღმერთზე ხო ღმერთის რწმენა და მინდობა თავისთავად გამორიცხავს უიმედობას და სასწორკვეთას და ისევ რომ ღმერთი ბევრად უფრო დიდია და შეუძლია ამ პრობლემების მოგვარება და მარტივად შეიძლება ღმერთთან მისვლით ეს ყველაფერი დაალაგდეს და მანდაც აი როგორც თავიდან დავიწყეთ დასაწყისში საუბრისას რომ ღმერთს უნდა ვთხოვოთ ჩვენ რაღაცეები ჩვენი სიტყვებით ვთხოვოთ ღმერთს აქედან გამოსვლა აქედან დახმარება და ღმერთი აუცილებლად დაეხმარება ყველა ადამიანს ვინც გულწრფელად ითხოვს და მომავალს რას ურჩევდით დღევანდელ თინეიჯერებს თulis არჩევი ალბათ ურჩევდი გულწრფელობას ღმერთის წინაშე გულწრფელობას და ყველა ადამიანს ჩვენ ყველანი მოწოდებულები ვართ იმისკენ რომ გვინდა რომ ბედნიერები ვიყოთ გვინდა რომ გრძელვადიანად სიხარული გქონდეს ბედნიერება ვიცხოვროთ ხო და ბედნიერება ღმერთში
ღმერთში სიყვარულია. სიყვარული არის ის, რომ ღმერთმა წეღარაც ვთქვით, რომ ჩვენ ყველაფერი გააკეთა ღმერთმა ჩვენს გამო და ჩვენც რაღაცა ერთი პატარა ნაბიჯი უნდა გადავდგათ. უნდა ჩვენ რო ერთ ნაბიჯს გადავდგათ, ღმერთი მე 10 ნაბიჯს გავს იმისთვის, რომ ღმერთმა ჩაგვიხუტოს გულში და მიგვიყვანოს იქამდე, რომ გვაცხონოს და ჩვენ რო ბედნიერები ვიყოთ, აუცილებლად ღმერთთან ურთიერთობა უნდა შევძლოთ. პატარ-პატარა ნაბიჯებით და ჩვენ არ მოგვეთხოვება ის, რომ აი მაგალითად ვიღაცა შეიძლება მოეთხოვებოდეს სხვა რაღაცეები, შენი საზომიდან გამომდინარე მოგთხოვს ღმერთი მოკლედ და რა ჩვენ ძალა გვაქვს და რა ჩვენ საშუალება გვაქვს იმის, რომ დავიხარჯოთ ღვთის წინაშე, პატარ-პატარა ნაბიჯებით, მაგრამ მაინც ღმერთისკენ წავედით და ღმერთი ყველაფერს დაგულაგებს და მოგვეფერება და ყველაფერი კარგად იქნება. მამა, უღრმესი მადლობა ასეთი სასარგებლო რჩევებისთვის და მართლაც რომ დავიწყარი ეპიზოდისთვის. და მადლობა თქვენ რომ გვისმენდით, შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. მადლობა შენ ანა მარია, გაგახაროს ღმერთი. მიყვარხარ ძალიან. მეც ძალიან მამა.